მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ სულიერი ევოლუცია მატერიალური სამყაროდან სინათლის სამყაროებამდე. ადამიანის სულიერი ევოლუცია მარადიული გზაა, რომელიც იწყება ფიზიკურ სამყაროში და გრძელდება უსასრულო სინათლის რეალობებში. ეს პროცესი მსგავსია მარცვლის გაღვივებისა. ჩვენ ვიბადებით მატერიალურ გარემოში, ვსწავლობთ, ვიზრდებით და საბოლოოდ ვიწყებთ საკუთარ სულიერ ბუნებაზე დაფიქრებას. დედამიწაზე ცხოვრების პირველ ეტაპზე ადამიანი ძირითადად ორიენტირებულია ფიზიკურ საჭიროებებზე, გადარჩენაზე, კომფორტზე, სტატუსზე. ამ ფაზაში იგი შეიცნობს მატერიალური სამყაროს კანონებს, სწავლობს სიყვარულს, ტკივილს, სიხარულსა და პასუხისმგებლობას. თუმცა, როდესაც ადამიანი იწყებს კითხვების დასმას, ვინ ვარ მე, რა არის ჩემი მისია, არის თუ არა რამე უფრო დიდი ვიდრე ეს რეალობა, მაშინ ის გადადის შემდეგ ეტაპზე. როდესაც სულს გაუჩნდება შინაგანი მოწოდება, ადამიანი იწყებს სიღრმისეულ ანალიზს. ის იკვლევს სულიერ სწავლებებს, მედიტაციას, ენერგეტიკულ ვიბრაციებს და იწყებს სამყაროს დანახვას განსხვავებული თვალით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეგოსგან გათავისუფლება, საკუთარი შინაგანი ჭეშმარიტების პოვნა და უმაღლესი გონის მოსმენა. როცა ადამიანი სულიერად ვითარდება, მისი ენერგია იცვლება. მას შეიღვიძებს უმაღლესი ცნობიერება, ინტუიცია ძლიერდება, ჩნდება კავშირი სამყაროს სინათლის წყაროებთან, ანგელოზებთან, გალაქტიკურ ცივილიზაციებთან, ღვთიურ ცნობიერებასთან და ასე შემდეგ. ეს გარდამავალი ეტაპი ხშირად სავსეა წინააღმდეგობებით, გამოცდებით, რადგან ძველი ჩვევებისა და შეხედულებების მოშორება სჭირდება ადამიანს. საბოლოო ეტაპია გადასვლა სინათლის სუფთა ვიბრაციებში. აქ ადამიანი აცნობიერებს, რომ თვითონ არის ამ სიყვარულის, სიმშვიდისა და სიბრძნის ნაწილი. ამ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს არა გაქცევას ფიზიკური რეალობიდან, არამედ მის გარდაქმნას. ადამიანი ხდება ხიდი მატერიალურსა და სულიერს შორის. ასხივებს თავის ენერგიას და ეხმარება სხვებსაც ამ გზის პოვნაში. სულიერ ევოლუციას არ აქვს დასასრული. ეს უწყვეტი გზაა. სინათლის სამყაროები არ არის ადგილი, არამედ ცნობიერების მდგომარეობაა, სადაც სიყვარული, სიბრძნე და ერთიანობა სუფევს. ყოველი სული იმყოფება ამ მოგზაურობაში. ზოგი ჯერ კიდევ ძილის ფაზაშია, ზოგი უკვე ანათებს სხვებისთვის გზას. მთავარი ის არის, რომ ეს გზა სიყვარულით და ნდობით გავიაროთ. შენ უკვე სინათლის ნაწილი ხარ, უბრალოდ გააღვიძე ის საკუთარ თავში. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო და თუ საჭიროდ ჩათვლით, შეგიძლიათ გააზიაროთ კიდეც. დიდი მადლობა, გისურვებთ უსაზღრო ბედნიერებას.